მივესალმები ხელოვანთა არხის მაყურებლებს, მადლობთ რომ უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, ვისაც YouTube-დან არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი. თქვენ არის რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ ვიდეოები, დააკომენტაროთ, მოკლედ რეაქტიუროთ. ეხლა ჭაჭას ეძახიან იქ. ჭაჭა. რახი, მაგრამ რახში რაღაცას წყალს ურევენ, რაღაცნაირად ის არის და სპეციფიური კალციუმის რაღაცა იმას ტოვებს ხოლმე. კი. და რუსები რო ჩამოდიან, ბევრია იქ აკადემიკოსები ჩამოდიან უკრაინა და რუსები არა. ესენი სვავენ პირდაპირ, სუფთად. წყალი არ უნდა, გადაკრას დალევს. ტექნიკურ კუთხეზეც რო ვახსენებ, ზეთი არის, ხო? ძირითადად. ზეთია, დიახ. ზეთია. ზეთს მე ყოველთვის გრუნტავ, ასევე ძახი, თეთრი ფერის საღებავით, ხმარობ ტიტანიუმს, იმიტომ რომ ეგ არ შავდება უფრო, ცინკი და ტყიასა დღეს საწამლავია. მაგაზე შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ მედიჩები, როგორ აკეთებდნენ ფხვნილის მდგომარეობაში და უყრიდნენ და მე იწევდა სიკვდილს რამოდენიმე თვეში. ეს მედიჩებს ჰქონდათ თავიანთი სარწმუნო მდგომარეობა, რომ კაცი მოესწროთ ამ მოგზაურობთ რო თქო ამ ქვეყნიდან წასულიყო იქით. ხო, მომზადება, შრობადობა და პლუს ამას მე ფულს უნდა მომზადობა. ხშირად იციან ხოლმე რომ აი ჯაგარია და რაღაც შიწინას ეძახიან, ხო? ამას უნდა მომზადება. რო გადაახვევთ თბილ წყალში ამ ჯაგარს მე ხდება როგორც აბრეშუმი. ამას ესე ფორები იხსნება, შეჯერებას იწვევს სითხის და ძალიან რბილი ხდება. ხო, ესე იგი მე რას ვიძახი რომ მასტეხინი ყავდა ერთი საშა, აქა ძალიან ცნობილი პიროვნება მხატვრულ ამბავში, აკეთებდა არაჩვეულებრივ მასტეხინებს. ასეთი მასტეხინი დღესდღეობით არსად არ კეთდება. ეს აკეთებდა პატიფონების, გერმანული პატიფონებიდან აკეთებდა ამას. ის კაცი გარდაიცვალა. ელას ძალიან მაგარია, ძალიან. ხო. მე ძალიან ბევრს ყიდულობდი ხოლმე და ყველა მხატვრობაში სადღაც მოხვდებოდით ხოლმე ჩუქნიდი ხოლმე. ახლა ვიზაგი რატო ჩუქნიდი? ზოგმა არც იცის რა იყო, ხო და დამრჩა რამოდენიმეც. აი რასაც ქვია ეს მაზოკებს რო ეძახიან. ხო. ისიქენებთ, ოღონდ ძალიან შესამჩნევადაც არა. არა, ძალიან შესამჩნევადაც არა. იცით რა, ხშირად იყო ხოლმე აკადემიაში ესე შეიტანე ფერი. მე რო ვასწავლიდი ხოლმე ახლა და ვასწავლი კიდეც ვეუბნები, შენვე მაჩვენე დამოკიდებულობა, ქილა, დრაპირება, ტუმბოა, რაღაცა იმათი სხეობები და ერთიანობა. მაჩვენე. მე როცა ამას მაჩვენებ, ყველაფერს თანმიმდევრულად გააკეთებ, დასვავ ტილოზე. დისტანცია, ფორმა, ყველაფერი იგრძნობა. მე რაც გინდა ფერი შეიტანე, გინდა წითელი, გინდა ყვითელი, თავარია რომ ეს შენ დააფიქსირო და გააკეთო. ეს არის ინდივიდუალურობას და ყველაფერი. შეიტანე ფერი მარტო არაფერს აწარმოებს. თუ სამი რამის კომპონენტისგან შედგება საერთოდ ფერწერა, ტილო რო შედგეს. ეს არის იდეა, აზრი, კომპოზიცია, ეს არის ფერი და ეს არის ოსტატობა, ხო? და რო იტყვიან დისტანცია იყოს იმაში. ხორჩა, თუ ეს შედგა, ესე იგი შედგა ფერწერული ტილო. თუ არა და ვერ შედგა. სიტყვობრივობა არ უხდება. იმ პროცესშიც კი, როცა აბსტრაქციას აკეთებენ, იქაც კი ფორმა, დისტანცია და ურთიერთობაში დამოკიდებულობა საჭიროა. მასშტაბი აუცილებლად ეს რომ მარტო აი თქვენ წეგან თქვით ტილოზე რომ ეს გადავიღო თუ არა იქ რაღაც აი ეს ტილო მოსამზადებელი იყო ის არაფრის თქმელი არ არის მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება თქვას რომ აი ეს წერტილი დასვა და ეს არის ყველაფერი იძახიან ხოლმე მაპატიეთ ამ წეგან ვიძახდი შეუფასებელი ტილოებია შეუფასებელი რა მხრივ რომ იმას ფასი არ აქვს აი გაიყიდა პიკასოს ძალიან დიდი გვარი აქვს პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო და დიეგო პიკასო რა პიკასოს სურათი გაიყიდა 140 მილიონად რემბრანდტის სურათი ღამის დარაჯები 7 მილიარდად არის შეფასებული და იმის განწრევაც არ შეიძლება
ჰოლანდია რო დაიქცეს პირველი იმ სურათს გადაარჩენენ, იმიტომ რომ ეს შეუფასებელია. მარტო იმისთვის ჩადის ხალხი რომ ნახონ რომ რა არის ეს ღვთაებრივი რაღაცა. გამიგეთ? რატო უნდათ რომ ყველა დიდ მუზეუმს ჰქონდეს ლეონარდოს ნამუშევარი, მიქელანჯელოს ქანდაკება და ესე და ესე. იმიტომ რომ ამით ფასდება, ფასეულობა. ამას უკვე საფასური აღარ აქვს. გამიგეთ? ეს არის რა ვიცი, მაღალი დონის მაღალი დონე. წლების საუკუნე გავიდა მას შემდეგ და ეხლა თითქოს მეტი შესაძლებლობები არის, მაგრამ ვერ იმეორებიან. იცით რატო? რამოდენიმე თაობამ გააკეთა ის რომ აქამდე მისულიყო. ჩვენ ქონდა ეს საწყისი. ოპიზარები რაღაც, მაგრამ ჩვენ ისე აი რო თქვენ ჩაგჭრეს და ისე დაგვსაჯეს, ისე გარშე ამხელა სამყაროა, აგრესიული სამყარო. და ჩვენ ამოვიკეტეთ ამბავს. ჩვენ ერთი დანიშნულება ბოლოს რო არ გავწდით და რო არ გადავშენდით, იყო ის, რომ ძალიან ლამაზი ხალხი ვართ და ძალიან ბევრი ახალგაზრდობა გაყავდათ. ბიჭები მეომრად, ფიცხი და ძალიან ისეთი ხალხი ჯამრთელი და ძალოვანი და ქალები ულამაზესი. მარქსმა თქვა, რომ ირანი და თურქეთის დიდი ნაწილი ქართველებმა გამოაკეთეს. კარგი გენოფონდი. დიახ, სწორედ. დიახ, აი ესეთი ამბავი. თქვენ აი რას არქვთ თქვენ ნამუშევრებს? აი თქვათ როგორ უნდა ვთქვა ეს კომპოზიცია, აი ახლა რაც არის, რასაც ხატავთ, როგორ შეიძლება ერთი სიტყვით რომ აღწეროთ რაღაცა თქვათ. აი ეთერი ანდრონიკოშვილმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ როცა დავით კაკაბაძის პერსონალური გამოფენა იმის შემდეგ, რაც ყველაფერი დატრიალდა არ მიიღო თავრობამ რაღაცა ყველაფერმა და ეს კაცი დასტრესილი და გაგდებული იყო ყველაფრით ამხელა პიროვნება. მე უკვე რომ გადაბრუნდა ეს ყველაფერი გარბაჩოვის შემდეგ პერსონალური გამოფენა გაუკეთეს და დასახელებები უნდათ. აი რა ქვია ამას, რა ქვია ეს. მე რო ვთქვაო, იქ ქალბატონ ეთერი ვთქვა, მე რო დაგიწეროთ ეს, თვითონ უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა რას რა ქვია. ჩვენ ვარქვევთ უბრალოდ, ჩემი ნამუშევარი და გავოდე. ეს არის მოგზაურები, ეს არის აი მაგალითად იქ რომ აქვს კვერცხით იწყება და კვერცხით თავდება ჩვენი ცხოვრება. უმრავლესი დამოკიდებულება რაღაცა სიცოცხლე რომ მოდის არის კვერცხი. მაგაზე იქნება მე აწყობილი ძალიან, მანდაც იქნება ბოთლები, მანდაც იქნება ძაღლები და ესეთი რაღაც. კი, დაუსრულებელი ნამუშევარი. და აი ეს გაფრენა, ხო, ეხლა რა უნდა დავარქვათ ამას, რომ ხშირად რა ვიცი, ვარქმევთ ხოლმე, რომ დროებით შეისვენეს და გაფრინდებიან. იმას რო აქვს რა ქვია, ხომ გითხარი გაფრინდებიან, ხო და აი ველოდებით როდის გაფრინდებიან. ეს ახლა თქვენ ახსენეთ სათითაო თითქოს დასახელება. კი, აი მიმართულებებით, ხო? აი ისაც გასეირნება აი ეს იმაში რომ მთელი ბალერინები და რაღაცა. კულტურა უნდა მიდიოდეს ყველასთან და ყველაფერში. მაშინ აი სხვანაირად მაშინ ამ სერიას როგორ უწოდეთ? როგორც მოგზაურები შეიძლება? კი, შეიძლება უწოდოთ, რომ მოგზაურები. თანხვედრა ურთიერთობისა, მუსიკისა, კლოუნადისა და რა ვიცი, აი ეს დიდი ცხოველების ერთობლიობა. და ბოთლებიც არ გამოგშეს. თავიდან რომ ნახეს, ბევრი იყო უდაბნოში რაღაცნაირად უცებ გამოწვევა, 40 წელი მოსცედა მისი მოგზაურობდნენ, არ არის კავშირში ალბათ, მაგრამ რაღაცა კი, შეიძლება სადღაც დაფარული აჩრდილში ეს რაღაცა მონოტონურად გვაქვს, ხო? უდაბნო არის, ხო, როგორც? ხო, ქვიშა, კი, ქვიშის რო იტყვიან, ვცდილობ რომ გადმოვცე, ხო. ქვიშა არის, ხო, ზარში მაწუხებელიც არა, უდაბნო. არა, უდაბნო, კაი გაგებით, უდაბნო შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა, შეუდაბრო და უდაბნო, მაგრამ თვითონ ეს ძალიან ის არის. ეხლა ყველა პერსონაჟს ვერ დავაკვირდი, მაგრამ ყველა ხიარულია თუ რაღაც ზოგი მოწყენილიც არის? არა, მე მოწყენა აქ არაფერში არა გვაქვს, ყველაფერში დადებითი, პოზიტივი უნდა იყოს, აუცილებლად. კი, აუცილებლად პოზიტივი. ხო, კიდე რა მინდოდა მე თქვა, 3 წლის ეხლა ალბათ უფრო დიდია ის ბავშვი თურქებმა შეიძინეს თევზი. ვაკეთებდი ხოლმე თევზი, რომელიც დაგორავს, რომელიც იქ ხალხი ზის რაღაცა ესეთი ისაც ქონდა. აი ეს უფრო სურეალიზმი შეიძლება უწოდოთ რაღაცნაირად. ხო და ეს ბავშვი იყო ძალიან სამწუხარო მდგომარეობაში, სუტიროდა. და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ თევზთან რომ მიიყვანენ, სულ იცინის. ხო და მეორე სურათი, როგორც ასეთი, აი ესეთი
მოგზაურობის ვარიაცია. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც არის ახლა მე თქვა დიდხანსაც ცოცხალია თუ არა, ამნეზია ქონდა, რომელიც არაფერი არ ახსოვდა. არაფერი არ ახსოვდა და ამ სურათთან რომ მივითოდა, ყველაფერი ახსენდებოდა. მე იმ ბავშვის ამბავში შევხვდი და ეს ქალიო ცოტა ის არის რომ სტამბულში იყო და მე ანკარაში. ხო და მემადლიერებოდა და დიდი მადლობა გადამიხადეს. რომ ის ქალი როგორც კი ვაჩვენებთ ამ სურათს ახსოვს ყველაფერი. და ის ბავშვი ჩერდება და იცინეს. ხო, არ ვიცი ეს რა არის, რას ნიშნავს, როგორ არის, მაგრამ აი პროცეულივით რომ დავარდება და მე გაიფანტება რაღაცა. აი ესეთი მდგომარეობა. ვის რა სურვილი აქვს და როგორ აზრს წაიღებს. რაღაც ისიაკეთეთ ალბათ თქვენ თავადაც ანალიზეთ. რა თქმა უნდა. რო გაანალიზოთ ის არა, შეკვეთის ამბავში და დაკვეთის ამბავში ესეთი რაღაცები აი მაქვს ხე. ეხლა წარმოგიდგენიათ ხეზე დაკიდებული ხალხი, აი ვაკეთებ ხომ ანკარაში იყო გამოფენა, სხვათა შორის დამირეკეს იქ ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა, ეს იყო არტ ანკარა ესეთი, დიდი ბევრი მხატვრების ის და იქ გაიყიდა ეს ნამუშევარი ძალიან კარგი ყველაფერი მდგომარეობა, გაგვირდებათ ძირფაში, ხო. პლუს ამას ხალხია დაკიდებული აქ. ეხლა ვიღაცა მოდის და უყურებს კაცო, ეს ხეა. აქ ქვა და წყალი და რაღაც ამბავი. ძაღლები რა თქმა უნდა მოქმედებენ, მაგრამ ეს ხალხი არის ამ ხეზე ასული რო თქვენ. აქეთ, იქით, რამე, მთელი ამბავი და მოქმედება. რა უნდათ ამ ხეზე ამ ხალხს? გამიგეთ, ისმის შეკითხვა და სწორედ აქედან მდგომარეობს ის ამბავი, რომ აი რა უნდათ და შენ ნახველო, შენ რა გინდა, აღმოაჩინე აქ ყველაფერი. რაც შენ გინდა. ეს შერეკილების და ეს რო იტყვიან რაღაც ფანტაზიის უნარიანობა ხატვარმა გადმოსცა, მაგრამ თქვენ როგორც მიიღებთ, ან იქნება დადებითი, ან იქნება უარყოფითი, შუალედი არ არსებობს. იცით რა? ასია თუ ისია, ხატვარია რა, აი ეს ხშირად იტყვიან ხოლმე, მაგრამ აქ იტყვიან, ან დადებითია, ან უარყოფითი. ზოგი მხატვრისთვის შეიძლება შექება იყოს, რომ თავის ხელწერა იპოვა და რაღაც, თქვენთვის ეს უკვე ზედმეტი სიტყვები არის, ხელწერა კი არა, მთელი მდინარეობა არის ეს მოგზაურობა რაც არის და მეტი პოპულარობა მაინც ალბათ ამ სიუჟეტების კი, რო იტყვიან, მიიზიდა ხალხი, რაღაცა უცნაურობა მიიზიდა და შემდეგ ამ მიზიდლობის ძალით უკვე გაერკვეს სხვა რაღაცებს. ზოგმა თავისთავი აღმოაჩინა, ზოგს ალბათ სიზმარი უნახია, ზოგს ალბათ ვერ წარმოუდგენია ესეთი რა როგორ შეიძლება იყოს. მაგრამ მე ამას ვათავსებ ერთმანეთში. აი ეს არის. ხო არ გეშინიათ, რომ ეს თითქოს ამდენი მოგზაურობის ხალხით თითქოს და რაღაცა ახალი პერსონაჟი ან ახალი იდეა ვერ მოძინო თუ არა გქონდეს ამ სიახლე რო ვერ გეტყვით. ეხლა მაქვს რამოდენიმე ჩანაფიქრი, რომ ახალ იმას ვიწყებთ. ხშირად ჩემ ახლობლებმაც დარეკეს და თქვენს რომ დროა რო ახალი რაღაცა და მაქვს რაღაცები დიდ ტილოებზე ალბათ გავაკეთებ. იქ კარტის ამბავია ბაბილონის რაღაცა ბაშნია ესე ეძახიან იმაზე ხალხი როგორ აშენებენ, როგორ დაიშლება ესეთი მხიარული მდგომარეობა უნდა შექმნა, ხო? მქონდა ეგ გაკეთებული, სხვათა შორის უონის წარმომადგენლები იყვნენ ნიუ-იორკიდან და იმათ წაიღეს მაშინ. ოღონდ ძალიან გამაწვალეს, 3 კვირა დადიოდნენ, ამოწმებდნენ რაღაცა და მერე წაიღეს. და კიდე ერთი ავსტრალიის გალერეამ ზამოდენიმე თვე, 3 თუ 4 თვე ამოწმებდნენ ბერძნების იყო ის. მე მგონი ხო ავსტრალიაში და იმათაც დიდი დროის მანძილზე შეამოწმეს, რომ ძალიან რთულია, თუ რაღაცა პლაგიატია, თუ გადახატული აქვს და რაღაცა და სოლიდური გალერეა ხელს არ კიდებს. აი, ხშირად არის ხოლმე, მაგალითად ვაჟამესხი. რაღაცა გააკეთა, რაღაცა კარგი აქვს, ძალიან მაგარია და ძალიან ბევრ ხალხს უნდა და მხატვრებს რომ გაიმეორონ. ზოგი იპარავს, ზოგი ფოტოს გამიგეთ რა ხდება და ვაჟამესხია, ხო? არაჩვეულებრივი მხატვარია, არაჩვეულებრივი ადამიანია, ხო? ხო და ამას ხო უნდა დაფასება. ძალიან ბევრ ხალხს აქვს მაგის სურათები და ძალიან რაღაც ხო. აგრეთვე გაგილაძე ძალიან ის არის, ხო? ერთი კარგი მხატვარი კიდე გამოვიდა ბოლო დროს, ეს ბათუმელი კაცი ნატურმორტებს აკეთებს, ხო? ძალიან არაჩვეულებრივი, იცით თქვენ ვიზეს ვლაპარაკობ,
ხო და ძალიან ნიჭიერი კაცია და ესეთი რამოდენიმე მარგალიტები არის უკვე. ხო, ფეტვიაშვილი ქონდა გამოფენა, ხო, ფეტვიაშვილი რო დაიბადა, რო თქვენ ტუში ფანქრით და ზეთით დაიბადა ერთად. ეს გოგო, ეს პატარა გოგო და უნჭერესი ადამიანია. იმას ვერ წარ, იმან რომ ხაზიც მოხაზოს და რაღაც ეს თავისია და ვერ წარ. არის მიმბაძველობა, არის რაღაც, მაგრამ ესეთი ვირტუოზობა ან არის, ან არ არის რა. უნდა დაიბადოს. მეორე ფეტვიაშვილი კიდე არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი განმეორება. ალბათ თოლორაიაზე ვიძახდი წეღან. თოლორაია ძალიან ნიჭიერი მხატვარია, ძალიან დიდი შემსრულებელია სხვათა შორის. და თუ ეყოფა მერე რომ კიდე განავრცოს, კიდე რაღაცები შემოიტანოს ახალი, იმიტომ რომ დიდხანს უნდება რა თქმა უნდა შრომა ტევადია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა განავრცოს. აი ხო წეღან ვიძახდი საუბრობთ, არის ძალიან დიდი ოსტატები შესრულების მხრივ, მაგრამ გონიერება არა. ამას ორივე აქვს და უფრო უნდა განავრცოს, უფრო უნდა წავიდეს მალე. ამაში დაფასებულია ეს კაცი. მაინტერესებს, ანუ ისეთი ნამუშევარი მოგზაურებაში არ არის, ვთქვათ, რომ ფონზეს რაღაცა ჩანდეს სილუეტი, ანუ თხის ან რაღაც შენობა ასეთ რაღაც არის, თუ გაშლილი სივრცე არის, ხო? კი, გაშლილი ის არის, პერსონაჟებს ვაკეთებ ხომ დაპატარებულს, რომ სივრცე უფრო წაიყვანოს, ხო? ხო, იმიტომ რომ რა არის, იცით, ჯერ ეგეთი ყურადღების კონცენტრაცია აქვს. მეორეც ეგერთი ამათ თუ არ დაეხმარა, იქით არ უნდა წავიდეს გონიერება. თვითონ ეს მე ვცდილობ, რომ ეს პერსონაჟები ისეთი მძლავრი იყოს, რომ ამან ალაპარაკოს მდგომარეობა და არა დამატებით რაღაც. ლაკს ხმარობთ ბოლოფენად? კი, მე სხვათა შორის ლაკითაც ვმუშაობ, ყველაფერს იმაში, რა თქმა უნდა, გაჯერებული ზეთთან ერთად. ხო და ეს თვითონ დასრულების შემდეგ აუცილებლად კონსერვაციის გაკეთება უნდა. კონსერვაცია თუ არა აქვს სურათი არ ინახება ისე. ოღონდ ძალიან მაღალი დონის ლაკი უნდა იყოს, იმიტომ რომ აყვითლებს, ხო. და შემდეგ იმის რესტავრაცია, იმის აღება, ყველაფერს ძალიან დიდი შრომატევადია ეს. ერთდროულად რამოდენიმე ნამუშევარზე? აი, რამოდენიმე ნამუშევარი მაქვს, ეხლა 4 თუ 5 ნამუშევარი მაქვს დაწყებული, ხო. დასრულებამდე არ არის და მეუღლე ხანდახან თვითონაც მხატვარია, სხვათა შორის ძალიან შედეგიანი და ძალიან რომ თქვენ მოწონებას იმსახურებს მაგის ნამუშევარი. ეხლა თურქეთში ქონდა ჩატანილი აუქციონზე, გავიდა თუ არა, ეხლა სიხარულით ეძახია რომ აკეთებს ყვავილებს, მაგრამ სიუჟეტებით შეუძლია და უნდა გადავიდეს ეხლა. მე ძალიან ცოტა ისეთი კაცი ვარ, ძაღლები, ყველაფერს მოვლა უნდა და ამაშიც ძალიან დროს ვართმევთ, ხო, რო იტყვია. ისე ძალიან ნიჭიერია, ძალიან ნიჭიერი. ანუ გამოფენის გაქვთ გეგმაში სამოვა. გეგმაში მე თურქებმა რამოდენიმეჯერ მითხრეს, სხვათა შორის პირდაპირ რამდენ სურათს გვაჩუქებ, რომ წინ დაგიბეჭდოთ, იქის გავაკეთოთ, ხო და ჯერჯერობით შეჩერებული ვარ. მინდა რომ მაინც აქ გავაკეთოთ რაღაცა. საქართველოში. ხო და შემდეგ ვნახოთ რა. აბესოს ნახატები და შეინახოთ არ გავაკეთოთ. ხო, ნახატები როგორც ერთი ვერ ვაგროვებთ, მაგრამ კატეგორიული რო იტყვია დაისვა საკითხი, რომ ეს აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, უნდა გაკეთდეს. ერთი 15 სურათი მაინც რომ სადღაც ჩამოვკიდოთ. სადღაც არა, რა თქმა უნდა, გალერეაში. პერსონალური, ხო, აქ არ მქონია საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ CDH ცენტრალური დომ ხუდოჟნიკო ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი გალერეა იყო, მაგის რო იტყვია სიცობრიად მაგას დიდი არ არის და მქონდა იქ, ხო. იქ გაზეთები, რეცენზიები, ყველაფერი ძალიან ისე. აგრეთვე როგორც თურქეთში ჩემ ანტალიაში რო ვიყავი, ფილმი გადაიღეს ჩემზე. მქონდა იქ შერიტონებში, რამადებში, იმაში დიდი გამოფენები. თურქეთში ცნობად იყო. თურქეთში კი, ანტალია მე რო იტყვიან წამოვედით, აღარ იყო კი, ძალიან ბევრი ხალხი მყავს იქ, ნაცნობები, მხატვრები, ყველაფერი. სხვათა შორის არიციან, თორე ანკარაში ჩამოვიდოდი. და ეხლა ახალი რესურსი გაჩნდა ეს, უკვე ანკარა, სტამბული, ბოდრუმი, აი ესეთი ვარიანტი. და დასასრულისკენ ზოგადად ეხლა კარგია რომ მხატვრობა არის შემოსავლის წყაროც, მაგრამ ამას რო თავი დავანებთ, ამის გარდა რა არის მხატვრობა? ამის გარდა მე მყავს 2 არაჩვეულებრივი ლამაზი შვილიშვილი, ბიჭები.
პიტერ პაული და გიორგი ლუკასი გერმანიაში. სხვათა შორის ერთი ის არის, რომ ჯერჯერობით გერმანულად ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ტყუპები არიან. ერთი კვერცხის როიტყვე ნიმუშია, ორივე და ეხლა ცოტა პეტრე მოიმატა წონა 3-4 კილოთი მეტია და ამაში ვამჩნევთ რომ სხვაობაა. პეტრე ძალიან მგავს მე. როგორც დავდივარი ხელებს უკან რაღაც ერთ-ერთში. თვითონ ეძახიან ხოლმე ისინი რომ ესო ქართველიაო და ის გოგა მეორე გერმანელია. ძალიან ისეთი რაღაცა ხო. და შვილი, ერთი შვილი მყავს, რომელიც გნესინკა დაამთავრა მოსკოვში, მერე აქ კონსერვატორია, არაჩვეულებრივი ხმით დაჯილდოებული და წავიდა მერე გერმანიაში. ეხლა მაგრამ სიყვარული და პატივისცემა ღმერთმა როიტყვიან არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და ამაზე ვართ შეყვარებული და უყურებთ. ყავს ორი ძაღლი, ერთი რომელიც მანქანაშია და მეორე ლიზიკო, რომლებიც ძალიან გვიყვარს და ძალიან ვეჩხუბებით ხოლმე, როცა ცუდად იქცევიან. კი. კარგი და ბოლოს თუ საერთწერა რას ნიშნავს თქვენთვის, აი თქვენი შემოქმედება, აი ეს გადაწყვეტს. არის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ეს. კი, ძალიან ადვილი შეკითხვაც არის და ძალიან რთულიც. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ჩემთვის ყველაფერს. და იმ ხრივ რომ ესეთი მდგომარეობა არ მქონდა, რიგითი წამოვალობა მქონოდა, რომ მაგალითად ვერ შედგა ჩემი ეს. წავიდოდი თუ არა ლესავად რაღაცა. მე როცა სანამ აკადემიაში ჩავაბარე, ყოველთვის მუშაობდი მტვირთავად. დიდი ჯიბი მქონდა, როიტყვიან შარვალზე ან ხალათზე რაღაცა რომ ეცვა, მტვირთს გადაიღებდნენ, გადმოიღებდნენ, შესვენებოდა წიგნები, სულ წიგნები. აი ამა დენი დიდროდან დაწყებული, რა ვიცი, ვოლტერიდან დამთავრებული, ამას კითხულობდი. იპოვა ჩემი თავი. ხო, რო არ შემდგარიყო ეს ჩემში, ალბათ მაინც აქეთ წამოვიდოდი, ხო. იმიტომ რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს. მე-7 კლასიდან მე ის ძალიან დიდი ცნობიერებაში დამრჩა, რომ მე როგორ ხატავდი შიშველ ქალს. ხო, ძალიან კაცრი მოგონება დამრჩა. იმ დანაიაში მე მაშინ აღმოაჩინე, რომ თურმე მართლა შიშველ ქალს ხატავდი და არა დანაიას. გამიგეთ? ხო, შემდეგ აღმოაჩინე, რომ იმის შემდეგ რაც მიწოდეს ყველანაირ უარყოფითად. საერთოდ ჩვენ როგორც ყველა ერი, აი როგორც ერთხელ ჩვენო ესო ქართველებიო ძველი ერი ვართო, ძალიან მშრომელი ერი, ძალიან ლამაზი, ძალიან კულტურული და იაპონელმა რა უთხრა, ჩვენც ესეთები ვართ. ხო, ვერ გაგვაკვირებთ, მაგრამ მივყოთ ხელი ცოდნას. ის კი არ ვეძებოთ, რომ ის რატო წავიდა წინ და ეს რატო ჩამორჩა, არა, უფრო მეტი ვიშრომოთ, რომ გაუთანაბრდეთ და ერთი რამე, რომ არ შეგშურდეს. ჩემ მეულეს ეუბნება, არ არსებობს, როგორ შეიძლება რომ მელიქიძეს არავისი არ შურდა. მართლა არ შურს, არ შურს. დადებითი რაც ამაქვს. დადებითია, უარყოფითი, ვეძებ რომ არავითარი უარყოფითობა არ გქონდეს. მე ვფიქრობ, თქვენ საკუთარ ხაზი გაქვთ, კონკურენციაში ვერც სხვა შემოვა თქვენთან და არც თქვენ გჭირდებათ სხვა. რა თქმა უნდა. თქვენი სტილი გაქვთ, ხელწერა გაქვთ. კი, მართალია. განსაკუთრებით ეს მოგზაურების თემატიკა და ახლა ახალზე უკვე ანონსი კი გააკეთეთ. კი, რაღაცა ესეთი გვინდა, ჯერჯერობით არა ვარ ჩამოყალიბებული, მაგრამ გვინდა. მაგრამ ჯერჯერობით ამოწურული არ არის. არ არის, რა თქმა უნდა. და კიდე რაღაცეები არის კიდე. ხო. აი, ხო, მაგ წეღან შეკითხვაზე მე მინდა ახლა დამეწია აზრი. როდესაც სანჩო პანსა გუბერნატორობიდან როიტყვიან მოხსნეს, რა უნდოდა იმას ბავშვობიდან უნდოდა რომ გუბერნატორი ყოფილიყო რომელიღაც კონსულზე არის ეს სერვანტესის იმაში და ბოლოს რომ მასხარად აიგდეს რომ სიცილი დაიგდო იმან უთხრა თქვენო რა შეგიძლიათ მე ნივრის მოყვანაც კი შემიძლია დავთესავ და თქვენ რა შეგიძლიათ გამიგეთ აი ეს იყო ძალიან დიდი პასუხი რომ ბოსტნეულის მოყვანა თუ რაღაცა იმის მოყვანაც შეუძლია და თქვენ რა შეგიძლიათ აი ეს არის ყველაფერი და მე რაც შემიძლია ეს შემიძლია ხო არავის მდგომარეობაში არ ვიჭრები ძალიან განვიცდი დღევანდელობას მაგრამ ღმერთი
ხშირად არის ხომ ესეთი მონოტორიზმი, ღმერთი არ მიგვატოვებს. ჩვენი აზრი და გონებაც არ მიგვატოვებს და რაღაცა და ყველაფერი კარგად იქნება. ყველა ხვდება, რომ ამ ერის და ამ ქვეყნის დაკარგვა არ შეიძლება. და იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვიღაცაზე მეტი ვართ, არა. იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ძალიან საყვარელიერი ვართ. ერთად პერსონაჟები უფრო ევროპული არის, მოგზაურებს. ევროპულიც არის, ხო და მაქვს აი კიდე არ მინდოდა მეთქო, მაგრამ ამერიკები და რაღაცებიდან მინდა რომ ქართული ეგეთი რაღაცა კიდე იმას. ქართული მოგზაურების. კი. იქ ძალიან დიდი სამყაროა, ძალიან დიდი სამყაროა. ხო, მანდაც დიდი სამყაროა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი და მადლობა თქვენ, სიხარული, გამრავლება და გახარება ჩვენ ერს და მომავალი სიდიადე, ძლიერი და დიდება ქართულ ხელოვნებას, ქართულ ერს. თავარი არ შევხვდეს. არავითარ შემთხვევაში არ შევხვდეს. ყველაფერი მოდის სტრესული, დამოკიდებული და მოდის ყველაფერი საძაგლობა და ხალხებში ხშირი არის. ხშირია ეს რო წავიდეთ ჩვენ ძალიან ბევრი დიდი მხატვარიც იყო ყოფილი და ძალიან ბევრი რაღაცა ისტორიულად დაგვამახსოვრდა, მაგრამ იყო ხალხი, რომელსაც არ შურდა არავისი და ისინი უფრო მაგრები არიან და დიდები არიან. თავისთავადაც რა თქმა უნდა. მადლობა თქვენ.